აჟიოტაჟი არის ძალიან დიდი, მაგრამ რეალობას ისევ შევახსენებ მოსახლეობას ჩვენსას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რა ხდება რეალობაში. რა თქმა უნდა, დვალი და ხალვაში ბრძოლობენ წართულ ქონებაზე და შეიტანეს სასამართლოში სარჩელი. მესამე მხარე, მეორე მხარე გახლავთ, ერთ მხარეს არის დვალი და დავით დვალი და ქიბარ ხალვაში, მეორე მხარეს გახლავთ გვარამია გამოკვეთილად და მთელი ნაციონალური მოძრაობა. მე პატრონები ყარამანაშვილები ბოლოს მოქოქეს, მაგრამ ვერ მოქოქეს და ამითაც ფორმალურად კიდევ ერთჯერ კარგად ჩანს პრინციპში, რაც ხდება და როგორც ხდება. მიდის სამართლებრივი დავა. და ფორმალურ მხარეს ისევ თუ შევხედავთ, აი ესეთია როგორც დავხატე და კიდევ შევახსენებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ პარალელურად დავა აქციონერებს შორის მიდის მაესტროშიც და რატომღაც მსგავსი არაფერი არ ხდება, ესეთი აჟიოტაჟი არაა, ეს თემა ესე მაღლა არ აიწია. კიდევ პატარა ექსკურს გავაკეთებ და შეგახსენებ თქვენს და დანარჩენ საზოგადოებასაც, რომ დავით დვალი და აქიმიძე გახლდათ რუსთავის დამფუძნებელი თავის დროზე, მათ დიდი წვლილი აქვს ამ ტელევიზიის შექმნაში. იმის შემდგომი ფაქტებით არა, მაგრამ მათ მოექცნენ ძალიან უხეშად. და პრეტენზია აქვს, რომ წაართვეს ტელევიზია, შემდგომი გახლდათ ხალვაში. ხალვაშიც კარგად იცით, პირდაპირ მნიშვნელობით არა თუ მარტო ტელევიზია, მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა გაასრო საზღვარგარეთ. და მეორე მხარეს ისევ გავიხსენოთ გვარამია და მისი ბიოგრაფიაც, რა კავშირი აქვს მას რუსთავიორთან, ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე და ესე შემდგომ. ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ვიცით ჩვენ ძალიან კარგად, მაგრამ პროცესების ანალიზი აუცილებელია კარგად და ღრმად გავაკეთოთ. ისე პირობითად საზოგადოება დღეს ორ ნაწილადაა გახლიჩილი რუსთავიორთან დაკავშირებით. ძალიან დიდი ნაწილი და უდიდესი ნაწილი პირობითად ორ ნაწილად. კიდევ არსებობენ თქვათ ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც არც ერთ ემხრობიან და არც მეორეს, მაგრამ ისინი ცოტარი არიან, ამიტომ პირობითად დავხოთ. ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების არის აღშფოთებული ამ ცინიზმის მაქსიმუმით პიკით, რაც შეიძლება რომ მოხდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს გამოდის და ის რაც ხდება პროცესზე, როგორც უნდა ხდებოდეს სასამართლოებში, ნაცვლად ამისა მოახერხეს და გადმოიტანეს და აი აციეს ეს თემა და წაიყვანეს სხვა მიმართულებით, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა, გვარამია გახლავთ ეტალონი ამის და რუსთავი 2, თუ და რუსთავი 2-ის თუ მესაკუთრე შეიცვალა და ეს არ იქნება ვინ გაუგებარია დღემდე თქვათ ნაციონალური მოძრაობა პირობითად რო ვთქვათ, მათი ლიდერის ძველის თუ ახლადაც რჩება ძველი ლიდერი სააკაშვილის ხელმძღვანელობით, თუ მათ არ მართეს ტელევიზია, საქართველოს საშინელება ემუქრება თავისუფალი სიტყვის ზღვარი გადის აქ და თავისუფალი მედიის ზღვარიც გადის სწორედ აქ. ჩვენ ნუ გვექნება რეაქცია და აგრესია ნურც ევროპელებზე და ნურც ამერიკელებზე, ნურც დიპლომატებზე მათ რიცხვში და ნურც ჟურნალისტებზე და შეგახსენებთ ორ კარგ მაგალითს ისე უბრუნდები. ერთს ავიღებ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, მახსოვს ამერიკის საელჩოში იყო მიღება, იქ ჟურნალისტებად წერდა მარტყეს, ამაზე მეტინი იყვნენ და მეკითხებოდნენ, აბა რა სიტყვი რომ მარტენსი, რომელიც გახლავთ სახალხო პარტიის ყველაზე დიდი პარტიის გახლდათ, ყველაზე დიდი პარტიის თავმჯდომარე, ეს არ იყო ვიღაც უბრალო კაცი, ხო? მარტენსმა თქვა, რომ ივანიშვილმა ტოტალურად მოისყიდა მოსახლეობა და არიგებს მაცევრებს და ტელევიზორებს. და მეკითხებიან და ამაწვებიან და მე მარტივად ვკითხე, აბა სად გინახავს ან ტელევიზორი ან მაცივარი. ხლეს უკვე პასუხია იმ ჟურნალისტებზე თქვენ, რომელსაც მოიშველიებთ საზღვარგარეთიდან დღეს, რომ ესეთი აჟიოტაჟი ატეხეს. მობილიზება ნაციონალურ მოძრაობამ კარგად იცის და დღესაც ამას ახერხებენ და აწუხებენ გარეთ თუ შიგნის ჟურნალისტებსაც და დიპლომატებსაც. ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო რამდენიმე დღის მიღებული მანამდის განცხადება სანამ სტრასბურგში გიახლებოდით, სადაც იყო აღშფოთება გამოწვეული იმის, რომ ახალი ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით საშინლად დაიწყოს მედიას, თავისუფალი მედია იმედი წაართვა კერძო მესაკუთრეს და თვითონ მიისაკუთრეს. რაღაც ესეთი განცხადება. ამ დროს იმედი და იმედის ისტორია კარგად მოგეხსენება თქვენ ყველას, რეალურად რაც მოხდა, რაც გაუკეთეს იმედს ნაციონალურ მოძრაობამ და როგორ მოვედით ჩვენ, როგორ დაუბრუნდა ის რეალურ მესაკუთრეს. აი სწორედ ეს აი თქვენმა საყვარელმა ტელევიზიამ მათ რიცხვში და თქვენმა თქვათ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოახერხეს ეს ევროსაბჭოში გამოიტანეს დადგენილება რეალურად იმედი ჩვენი მოსვლის შემდგომ დაუბრუნდა პატარკაჩვილების ოჯახს, ეს გააფორმეს და გამოვიდა ევროსაბჭოს დადგენილება, რომ აი თავისუფალ მედიას აწიოკებენ. ყველაფერი დააყენეს ყირაზე. დღევანდელობაც ძალიან ბევრი თემა თქვათ ის, რომ 5 საათი უკვე შუაღამე დააფუძნეს და თქვა ეს ერთმა თქვათ
დიპლომატმა და ეს აიტაცეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მათგანვე ჩაწოდებული, რომ 5 საათი შუაღამედ გადააქციეს. ამის შემდგომ განცხადები ვიკეთებ, რომ ესეთი ცდომილებები ჩვენ ყურადღება არ მივაქციოთ, რომ შუაღამეზე ნუაკეთებთ აქცენტ თვითონ ფაქტებზე, რომელ ფაქტებზე უნდა გავაკეთოთ ჩვენ ანალიზი. რუსთავი 2 სასამართლო დავით განვაგრძობთ